მიმდინარე წელს საჯარო მოხელეთა ხელფასების, პენსიების მატების, სესხის გაცემის წესში ცვლილებებისა და სხვა სიახლეების პარალელურად რიგი ცვლილებები ძალაში 1 აპრილიდან შედის. მათ შორის სიახლე შეეხება სიგარეტის რეალიზაციის საკითხს, რაც გულისხმობს, რომ დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სიგარეტის მხოლოდ სადა შეფუთვით გაყიდვა იქნება შესაძლებელი. კანონის თანახმად ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია. ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5,000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. შეცვლის თუ არა ეს დამოკიდებულებას თამბაქოზე. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ნაკლებად მიმზიდველი გახდეს თამბაქოს პროდუქცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მოზარდებისთვის, რათა შემცირდეს მწველების რაოდენობა და ამით თაობა გადავარჩინოთ, ასე რომ ვთქვათ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ ძალიან მაღალია როგორც სტატისტიკა ამტკიცებს, მწველების რიცხვი, განსაკუთრებით იმატებს ახალგაზრდებში. პირველად დამწყებებიც ძალიან მომრავლებულია და ეს მომავალ თაობაზე იქონიებს გავლენას, მათ ჯანმრთელობაზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე. ჩვენ ჯანდაცვის ცენტრი ყოველთვის ვეხმიანებით თამბაქოს შესახებ, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას, ვერთვებით მასში, ვაკეთებთ ღონისძიებებს, მოზარდებში ვავრცელებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, მათთან საუბრებს ვატარებთ. ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს მათთვის ცნობიერების ამაღლებას მათში და შესაბამისად იმოქმედებს მათ ცნობიერებაზე და მწველების რიცხვს შეამცირებს, ასე ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში. და მინდა რომ უთხრა კიდევაც ყველას, რომ სიგარეტი არის მავნებელი, თამბაქო და მისი ნაწარმი არის ძალიან მავნებელი, შეიცავს უამრავ ქიმიურ ნივთიერებას, მავნე ქიმიურ ნივთიერებას 7,000-მდე დაახლოებით და მათ შორის არის უამრავი კანცეროგენი, რომელიც იწვევს მძიმე და ჯანმრთელობის მძიმე დარღვევებს, არის ფსიქოაქტიური ალკალოიდები მის შემადგენლობაში შემავალი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. 1 აპრილიდან ამოქმედდება ასევე ჯარიმები პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზეც. უფრო კონკრეტულად კი პიროტექნიკური ნაწარმის მისი გამოყენების უფლების არ მქონე პირისთვის მიყიდვა 2,000 ლარით ჯარიმდება. პირი კი, რომელსაც მისი შეძენის უფლება არ აქვს და ყიდვას შეეცდება 1,000 ლარით. დღეიდან ჯარიმები წესდება არასრულწლოვანის მიერ 112-ის არამიზნობრივ გამოყენებაზეც. კიდევ ერთი ცვლილება ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტის 33 დღეა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნებით. ისინი კუთვნილ ხელფას, კომპანიის საქმიანობის შესწავლასა და არსებული კრიზისიდან გამოსვლისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. როგორც ცნობილია, კომპანიამ 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რადგან ის ფინანსურად წამგებიანია. ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში, რომ ხელფასი დაერიცხოთ ადამიანებს, რომელსაც 3 თვე უკვე არ დარიცხვია, ელემენტარული არსებობა რო შეძლონ. ამასთან ერთად ჩვენი უპირობო მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება ჩაერთოს უშუალოდ ამ პრობლემის მოგვარებაში, დააგვისცენ მოლაპარაკებებს მაგიდასთან და გაუშვან ინვესტორი, რომელიც მიზანიც არის, რომ გაანადგუროს ეს ქალაქი და საერთოდ არ აინტერესებს რა ბედი ეწევა ამ ქალაქს. მიმდინარე სეზონის დახურვა ზესტაფონის თეატრს, როგორც მისი სამხატვრო ხელმძღვანელი განგვიმარტავს, ვადაზე ადრე მოუწევს. მიზეზი ვატო ჯუღელის ვარაუდით თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იქნება. მოგეხსენებათ ეს, რადგან თვითონ შენობა, ნაგებობა არც თუ ისე პატარა, თავისი ინფრასტრუქტურული მონაცემებით, უნებრივია ამის შესწავლას და ამის პროექტირებას, სარეაბილიტაციო პროექტირებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, ისე რომ წელს უკვე
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ქალბატონ თეატრალურ კენის დამსახურებით და მისი ძალისხმევით დაწყებულმა ეს საქმე და ჩვენმა ერთობლივმა საქმის ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღოს სწორედ მესამე წელს და ამ თეატრალური სეზონის დახურვას ვფიქრობ, რომ ჩვენ ადრე მოგვიწევს, რადგან უკვე იგეგმება, რომ დაიწყოს დროულად სარეაბილიტაციო სამუშაოები. და ეს საორიენტაციოდ მოუწევს გვიან გაზაფხულისკენ. მაისისკენ დაახლოებით ესე ვარაუდობთ. სარეაბილიტაციო პროცესს და პერიოდს რაც შეეხება, განსაზღვრულია ხელშეკრულების მიხედვით წელიწადი და 8 თვე 2 წლამდეა ვადა დაახლოებით. თუმცა თუ იქნება რაიმე ტიპის ფორს მაჟორი ასე დროს რაღაც გადავადებაც ხდება, მაგრამ პროექტი იმდენად საფუძვლიანად არის შესწავლილი და შედგენილი, რომ წესით ამას დაბრკოლება არ უნდა შეექმნას თუ რაიმე სხვა უბედურება არ მოხდა და იმედია რომ არც მოხდება. დაახლოებით ზოგადად რო გითხრათ, აი რა იცვლება ზესტაფონის თეატრში? რა სახე იქნება მას? ხო, საგულისხმოა ის, რომ დიდი სცენის გარდა თეატრი შექმნება ორი სცენა, კიდევ ამ დიდ სცენასთან ერთად ეს იქნება ექსპერიმენტული სცენა და მცირე სცენა, სადაც ვფიქრობთ, რომ ინტენსიურად იყოს უკვე წარმოდგენილი საბავშვო თემატიკის სპექტაკლები და მათ შორის თოჯინური სპექტაკლები. და გვინდა რომ ეს თოჯინური ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით კეთილ მოეწყოს მცირე სცენაზე. ამას გარდა ჩვენ მიგვაჩნია რომ თეატრს ისეთ ქალაქს როგორც ზესტაფონია, პატარა ქალაქს გულისხმობ, უნდა ქონდეს მულტიფუნქციური მნიშვნელობაც და შინაარსიც. რას გულისხმობ, ესე იგი აქ მხოლოდ სპექტაკლები არ იქნება და გამართული ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგცემს ჩვენ მოახდინოთ კინოჩვენებებიც, შეხვედრები, ლიტერატურული კაფე იქნება და ის ჩანაფიქრი დღესდღეობით რაც გვაქვს ჩვენ რომ ყოველ დღე იყოს შემოქმედებითი აქტივობა თეატრში, ვიმედოვნებ რომ ამას მივაღწევთ. ამასთან ერთად სამხატვრო ხელმძღვანელი ქალაქის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი კერის ბაზაზე სამსახიობო ფაკულტეტის ფუნქციონირების შესახებაც აანონსებს. იდეა, რომელიც მე ძალიან დიდი ხანია აწუხებს და მუშაობთ ასევე იმ პროექტზე, რომელიც უკავშირდება თეატრალური უნივერსიტეტის სპეციალობას, სამსახიობო ფაკულტეტის სპეციალობის გადმოტანას ზესტაფონის თეატრის ბაზაზე. ამაზე გქონდა ჩვენ საუბარი წინამორბედ მინისტრთან, ქალბატონ თეასთან, ინიციატივით ძალიან მოხიბლულია, იმიტომ რომ ეს პროცესი თვითონ დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს და რეგიონში შეიქმნება კონკურენტუნარიანი გარემო. მოგეხსენებათ დასავლეთში 3 თეატრია, ეს არის ზესტაფონის, ჭიათურის და ქუთაისის თეატრი, სახელმწიფო თეატრებს გულისხმობ. სწორედ აი ამ თეატრების მომარაგებას შეძლებს იმ შემთხვევაში თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდა და ვფიქრობ, რომ წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან და ნახოთ როგორ დასრულდება საბოლოოდ ჩვენი მოლაპარაკებები. თეატრალური წარმოდგენები ზესტაფონში 1875 წლიდან იმართებოდა. 1898 წელს კი ალექსანდრე არაბიძემ თეატრს საკუთარი შენობა დაუთმო. 1904 წელს თეატრისთვის საგანგებო დაიგო შენობა, რომელიც 2 წლის შემდეგ დაიწვა. ამ დროიდან თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა. თეატრის მშენებლობა 30-იანი წლებიდან დაიწყო და დიდხანს გრძელდებოდა. მისი გახსნა 1962 წელს მოხდა, თუმცა მაშინ იქ თავი მოიყარა ყველა კულტურულმა დაწესებულებამ თუ ორგანიზაციამ. მხოლოდ თეატრისთვის ეს შენობა 1990 წლიდან ფუნქციონირებს, როცა მას სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. წარმოდგენილი პირველი სპექტაკლი იყო კანდელაკის ამაღლებული სოფელი. თეატრი დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ზესტაფონის კულტურულ ცხოვრებაში. 1964 წლიდან ის უშანგი ჩხეიძის სახელს ატარებს. სამინისტრო შრომის ინსპექციის სამსახური ახლა ამჟამად მუშაობს მორიგ ეტაპზე
იმ საკანონმდებლო ცვლილებების, იმ ნორმატიული აქტების მიღებისთვის, რომლის მიზანიც გახლავთ ერთის მხრივ მაქსიმალურად მეტად უსაფრთხო გარემოს შექმნა სამუშაო ადგილებზე და მეორეს მხრივ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების იმპლემენტაცია, რაც ჩვენი ქვეყნის მოვალეობა გახლავთ. ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებთან დღეს განვიხილეთ ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც არეგულირებს სამუშაო სივრცეში შრომის ურთიერთობის ნორმებს, რომელიც უკავშირდება მანქანად ანადგარებს, ასევე ნებისმიერ სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას. რეგლამენტი გამდინარეობს ერთის მხრივ შრომის ურთიერთობის საერთაშორისო ნორმების სრულყოფიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ ბიზნესის ახავს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას დასაქმებული ადამიანებისთვის. Გონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. საქმე ეხება ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას და პრინციპში შევეცადეთ, რომ დეტალურად გაგვეხილა ეს ტექნიკური რეგლამენტი.